ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა დაიწყო ესეთი ნომინაციის დაწესება საპატიო მჩეხველი. ანუ ვინც უფრო მეტ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. წლევანდელი წლის 2011-2012 წლის გამარჯვებული ამ ნომინაციაში არის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ვინაიდან სწორედ მისი უწყების სამსახურეობრივი გულგრილობის გამო მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩეხილია 224,574 ჰექტარი ტყის მასივი. აი ამ საპატიო სიგელს ალბათ მინისტრი დაკიდებს თვალსაჩინო ადგილას, ამას გადაუგზავნით ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს. ის არის გამარჯვებული ამ ნომინაციაში. ჩვენ ამას ყოველწლიურად, რა თქმა უნდა, დავასახელებთ ამ ნომინაციაში გამარჯვებულს და უბრალოდ წუხილს გამოვთქვათ, რომ აი ესეთი რამე ხდება საქართველოში. თითო მეტრებს უწევს 4,000 ჰექტარი ტყის მასივით დაცვა. ახლა შეიძლება ერთმა კაცმა დაიცვას 4,000 ჰექტარი, წარმოიდგინეთ, და მე იძახიან, ჩვენო ვერ აღმოვხარით პრობლემას, რომ ნება არ არსებობს ამის.